მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემით. Შეიფიქრეთ თქვენი პარტნიორი და თქვენი თავი, თქვენ ურთიერთობაზე იფიქრეთ და მეტი არაფერზე და არავისზე. და შემოგთავაზებთ გაშლას ორ მხრივ კალოდის ტაროზე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კალოდა ეს ჩემ კოლექციაში. გაშლა იქნება ასეთი თემით. გიმალავს თუ არა ვინმე სხვა ყავს თუ არა მას. ან საერთოდ რამეს გიმალავს თუ არა თქვენი პარტნიორი. და რას მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვასწროთ ესე იგი ამ 10 წუთიან ვიდეოში. თუ რამდენი წუთიანიც არის. პირველ რიგში პატარა ჩამატებას წინაზე შეგვიდით რომ გაჩვენებდით ახლოდან ჩემი გვერდის ტატუ რომელიც გავიკეთე მზე და ვარსკვლავის ანსტარი. ასევე გავიკეთე ესეთი ახალი ტატუ კიდევ და კიდევ ერთი ახალი რომელიც ალბათ აქ ნაკლებად გამოჩნდება მაგრამ ეს ჩემი გვერდის სახელი რომელიც ხელზევე უკვე მექნება. წავედით ახლა ვნახოთ გიმალავთ თუ არა თქვენი პარტნიორი რამეს. რა ურთიერთობაა იმისთვის რომ მიხვდეთ ახლა რამდენად თქვენია ეს გაშლა თქვენ შორის რა ხდება ახლა. 2-3 კარტი მოდის ერთად. წარმოდგენილია ადამიანი პაჟად. პაჟმენტაკლი ამოდის ადამიანი რომელიც სწავლობს, რაღაცა მუშაობს, რესურსის გამომუშავებას ცდილობს ასე ვთქვათ გაიზარდოს თავის პროფესიულ საქმიანობაში, გაიზარდოს ურთიერთობაში რაღაცნაირად. პატარაა მაინც, ბავშვია, ბავშვური ჭკუისა, ბავშვური მოქმედებისა, ზედმეტი შეიძლება ფინანსები არ გააჩნია რომ ამ ურთიერთობაში ჩადოს და ასე ვთქვათ უფრო მამაკაცური მიდგომით მიუდგეს ამ ურთიერთობას, უფრო ბავშვურად უდგება, თუმცა მზად არის რაღაცა ესე ვიტყოდი, ფორთხიალობს, რომ ურთიერთობა ჩამოყალიბდეს უფრო მეტად. აქაც პაშ ხმლის ამოდის შესაძლებელია მისი სტიქია ჰაერისტიქის წარმომადგენელი იყოს და ეს არის ტყუპები, სასტორი და მერწყულის ნიშანი ან ძალიან ხისტია ენერგეტიკულად მაინდა-მაინც ჰოროსკოპს მივეჯაჭვებით ბევრისთვის შეიძლება უბრალოდ ძალიან ხისტია, ეჭვიანია, ძალიან ხისტი ენის პატრონია, ადამიანი რომელიც ძალიან ბევრს ნერვიულობს, განიცდის და ასე ვთქვათ შეიძლება უძილო ღამეებიც აწუხებს უძილობა, ასე ვთქვათ, აწუხებს რაღაც აი ამ თემატიკაზე მუშაობა გამოსავლის ძიების მიზნით, რომ რაღაცნაირად თქვენ ურთიერთობაში დალაგდეს და შესაძლებელი იყოს მისი მხრიდან ჩადოს რესურსი და ფინანსი, სოციალებზე როგორც წესი ძალიან შპიონი ადამიანია და ძალიან ბევრი რაღაცა თავის თვალით უნდა ხოლმე ამ ადამიანს შეამოწმოს, უნდობლობა აქვს, ეჭვიანობა აქვს, როგორც გითხარით და მაქსიმალურად ეცადეთ ხოლმე რომ სტორი იქნება ეს თუ ფოტო იქნება თუ რაღაცა ვიდეო ვლოგები თუ იყენებთ და ასე ვთქვათ აქტიურობთ სოციალურ ქსელებში, რამე ისეც ნუ გამოდებთ, რაზეც შეიძლება კიდევ ერთი ახალი კონფლიქტი წარმოიშვას მისი მხრიდან და მიზეზი ასე ვთქვათ საბაბი მიეცეს, თუმცა შარიან ადამიანს ბევრი მიზეზი არ ჭირდება, როგორც წესი საჩუქარ მიზეზს ყოველთვის პოულობს ხოლმე. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ადამიანთან? თქვენ გიყვართ, ეს არის თქვენი გულის და სულის მეორე ნახევარი, თქვენი ორიენტაცი, ადამიანი, ვინც გავსებთ ემოციურად, გრძნობთ რომ ორმხრივია და გულწრფელია თქვენი ურთიერთობა მიუხედავად მისი აი ამ უნდობლობებისა და რაღაცა შემოწმებებისა, შეიძლება სამსახურში დასტუკებებიც უყვარს თქვენი, ასე ვთქვათ, სურპრიზად სადღაც სამსახურის დამთავრების მერე გარეთ გელოდებათ და სახში მიყავთ. რაღაცნაირი ტიპაჟია აი, მაინდა-მაინც ვერ გენდობათ, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენ მაინც იცით რომ ორმხრივია თქვენი ეს გრძნობა, სიყვარული და ფანტაზიები და ემოციები ერთმანეთის მიმართ გულწრფელი გაქვთ, მიუხედავად კიდევ მეორე მისი პერიოდულად აგრესიული მიდგომებისა თქვენთან მიმართებაში. თუ ენერგეტიკულად ემთხვევა, ესე იგი განაგრძეთ ამ გაშლის ყურება და ბოლომდე უყურეთ და
არ დაგეზაროთ არც ერთ ვარიანტში ლაიკები, კომენტარები, გაზიარებებიც ჩემი ვიდეოსი და გამოიწერეთ აუცილებლად იმისთვის, რომ ყველა ახალი გადაღებული თქვენთვის ატვირთული ვიდეოების ცენტრში იყოთ, ყურადღებით იყოთ და ბევრი სიახლე მიიღოთ ჩემგან, რომელსაც მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე თუ ჩემი იდეებით და ფიქრებით მოგაწოდოთ ასეთი გაშლები. თქვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს ერთი დაჭერა კნოპკაზე და გამოწერის და გაზიარების გაკეთება და დალაიკება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გამოწერილი ჯერ არ ვყევარ, რომ გაიგონ მათაც. ასე რომ მიაქტიუროთ მეგობრებო. და ყველას წინასწარ მადლობა. მყავს თუ არა ვინმე სხვა თქვენ გარდა? ესეთი გაშლა იყო. უფრო წარსული ურთიერთობა მიჩვენებენ თქვენამდე ურთიერთობა, სადაც მას იქაც ბავშვურ ენერგეტიკაში იყო, არა მხოლოდ თქვენთან. ტიპაჟია, საერთოდ შეიძლება ადამიანი ასაკითაც თქვენზე პატარა არის და აქედან გამომდინარე ხშირად ამოდის პაჟი, ბავშვური კარტი, მასთანაც ჰქონდა რაღაცა ბავშვური ემოციური ტალღა, კამერა ვერ იჭერს რატომღაც არ ვიცი. ემოციური ადამიანია ისეთი, ბავშვურად ემოციური, რომელთანაც ურთიერთობა არ შედგა და გოგონა მანდილოსანი ყველა ვარიანტში შებრუნდა მისგან და რაღაცა ცივი სახე დაიჭირა და ცივი ზურგი აჩვენა, მოდი ესე გეტყვით პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ წინიდან ასეთია ეს კარტი და შეიძლება ქმარს გაცილებული ან ასაკით მასზე ბევრი წლით მეტი სიყოვის ქალბატონი და არ მოინდომა, ასე ვთქვათ, მისი სიყვარულის მიღება, ამ ურთიერთობის მიღება, ვინაიდან ბავშვურად უდგება ეს ადამიანი რაღაცა სიყვარულის და რომანტიკის თემებს, ადამიანს ამ ქალბატონს კონკრეტულად სურვილი ჰქონდა უფრო სტაბილური, ისეთი ოჯახური 4 ფუძის ურთიერთობის, რაზეც ენერგეტიკულად მხოლოდ ემოციური ფონი შეეძლო ამ ადამიანს მიეწოდება კონკრეტულად თქვენ პიროვნებას, ვიზეც საუბარი გვაქვს, მიეწოდებინა მისთვის თასი, ასე ვთქვათ, ემოცია და არ მიიღო ამ ქალბატონმა ეს შანსი და ემოციური ფონი მხოლოდ არ ჭირდებოდა არაფერში, აქცია ზურგი და ასე ვთქვათ, დატოვა თავის ემოციებთან მარტო. ამ ადამიანს შესაძლებელია გიმალავთ და გიმალავდეთ და მასზე არ გიყვებოდეთ, მაგრამ რაღაცნაირად გრძნობა თითქოს ბოლომდე არ აქვს ამ ქალბატონის მიმართ გამქრალი, ასე ვიტყოდი და ბევრ რაღაცას შეიძლება გიმალავთ კიდევაც ამ ქალბატონის მის ცხოვრებაში ყოფნის მომენტს და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ღალაც ქონდა მისი მხრიდან ადგილი კიდევ ამასაც გიმალავდეთ. ანუ რაღაცა ღალატის და მოტყუების თემატიკა, 7 ხმალი, არასდროს არ არის გულწრფელი ადამიანის კარტი, მაგრამ რაღაცას გიმალავთ, გატყუებთ, შეიძლება ამ ადამიანზე საერთოდ რო არ ლაპარაკობს და ვითომ არ ყოფილა და ამ დროს ემოციები ასე თუ ისე ბოლომდე განელებული არ აქვს მის მიმართ, ამას გატყუებთ, ასე ვთქვათ და ენერგეტიკულად ამიტომ ამოდის რაღაცნაირი მატყუარა მოღალატე ქურდის როლში. კიდევ რას გიმალავთ? გიმალავთ თუ არა კიდევ რამეს? ესე იგი, გიმალავთ იმას, რომ თქვენი იმპერატორი უნდა რომ იყოს. იმპერატორი ეს არის მბრძანებელი, მეუღლის კარტი, თქვენი მეუღლე უნდა კონკრეტულად რომ იყოს ადამიანს, უნდა რომ ბრძანებლობა, ასე ვთქვათ, ესეთი დასტოინი შეეძლოს და ღირსეული მაპატიეთ რუსული სიტყვისთვის თქვენ მისთვის წარმოადგენთ ცეცხლის დედოფალს, ცეცხლოვან დედოფალს, მისტიურს, ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, განვითარებული ცეცხლოვანი ენერგეტიკით, რომლის მიმართაც ძალიან დიდი სურვილები გაქვს როგორც ქალის, ძალიან მისტიურია, როგორც წესი, ცეცხლოვანი ჟეზლის დედოფალი, ბევრს მუშაობს, მუშაობაში ენერგეტიკას არ იზოგავს, ასე ვთქვათ, და ეს ცეცხლოვანი ენერგეტიკა მას უნდა რომ მაღალ ეტაპზე გადაიყვანოს. თუმცა ორივე კარტი, იმპერატორიც და მეხუთე მაღალი არკანიც, იეროფანტიც შებრუნებულად დგას ამ მომენტისთვის, მაგრამ რომ გადმოვაბრუნოთ, ამ შემთხვევაში
ეს არის მეუღლის კარტი, ეს არის ქორწინების კარტი. ხედავთ, მამაო არის ზედ გამოსახული. ანუ მაქსიმალურად უნდა ადამიანს, რომ ეს თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ცეცხლოვანი არ იყოს და მხოლოდ ცეცხლოვანი ქალი არ იყოთ მის ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, ფიზიკური მხოლოდ შეხებებით, არამედ უნდა მას რომ მაღალ ეტაპზე გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობა და ჯვრისწერა იქნება, ხელისმოწერა იქნება, თქვენი ოფიციალური მეუღლის სტატუსი მოირგოს. მიიღეთ, ესე იგი, 9 პენტაკლით. ძალიან